რუსთავის მერია 2025 წლიდან პროფესიული სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით კიდევ ერთ ახალ სოციალურ პაკეტს რუსთაველებს შესთავაზებს. ახალი პროგრამა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის გარდა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, როგორიცაა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სერვისის შექმნა. 2025 წლიდან რუსთავის მერია ინკლუზიური განათლების პროფილით დასაქმებულ რუსთაველებს ან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებს სასწავლო პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში ყოველთვიურად 200 ლარიან სტიპენდიას გადაუხდის. რუსთავის მერიის გუნდი აგრძელებს აქტიურად მუშაობას სახელმწიფოსთან ერთად, რომ პროფესიული განათლება იყოს უფრო მეტად ახალისებული. 2025 წლიდან ფართოვდება პროგრამა, რომელიც ჩვენ 2024-ში დავიწყეთ. ეს ორმხრივად ეფექტიანი იქნება, როგორც ბავშვებისთვის, რომლებსაც მოემსახურებიან კიდევ უფრო კვალიფიციური თანამშრომლები და ასევე ქალაქში გაჩნდება ახალი რესურსი იმ პროფესიის, რომელიც საკმაოდ დეფიციტურია. თუ რაღაც ერთი თვეა რაც მოვხდი მოდულში აღმოვაჩინე ეს სიახლე და ძალიან საინტერესო, ბევრ ინფორმაციას ვღებულობ და ჩემთვის რაც ყველაზე მთავარი იყო და რაც სიახლე გაჟღერდა, ის არის სტიპენდია, რომელიც წამახალისებელია ერთგვარი ყველა სტუდენტისთვის.